რუსთავში მუნიციპალური ავტობუსის მძღოლები გაფიცვას არ წყვეტენ მერიის წარმომადგენლებთან 2 საათიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. 9 პუნქტიდან შეთანხმება 8-ზე მოხრეხთა მთავარი მოთხოვნა ხელფასების მომატება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა არ გაითვალისწინეს. მძღოლები ხვალ სამუშაოდ არ გავლენ. რუსთავში მუნიციპალური ავტობუსის 50-მდე მძღოლმა გაფიცვა დილიდან დაიწყო. მთავარი მოთხოვნა ხელფასების მომატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება იყო. არ გავალთ. კარები იქნება ჩაკეტილი, სანამ არ შეგვისრულდება ჩვენი მოთხოვნა. დილას გამოდივართ 6 საათიდან 9 საათამდე. დაფასებელი არავინ არ არის ჩვენი შრომის. დირექტორი 2 წელი ყავს. თუ კი რამეს ეთქვი, გატრიალდება წავა, ხმას არ ამოიღებს, გამკეთებელი არაფერს არ არის. გაფიცულ მძღოლებთან 2 საათიანი შეხვედრა, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელი, რუსთავის მერიისა და პროფკავშირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, უშედეგოდ დასრულდა. 9 მოთხოვნა განხილული იქნა, ძირითადი მოთხოვნა ხელფასის მომატებაზე, რომელსაც შეთანხმება ვერ მოხდა. ფაქტურად გაფიცვა ისე გრძელდება, რადგან გარკვეული არ იქნა თუ როდის იქნება ცნობილი ამათი ხელფასის მომატება, მაგრამ ისევ და ისევ ის პრობლემა არის, რომ ბიუჯეტი არ არის ცნობილი, თუ რამდენი იქნება ტრანსფერი. 9 პუნქტიდან იყო შავი პუნქტები, რომელიც აი ჩვენისა თითქმის განხილული, მაგრამ ესეც მოუგვარებელი დარჩა და აი ძირითადი რომელიც იყო ჩვენი მოთხოვნა ხელფასთან დაკავშირებით, მაგაზე დავშეთ შეუთანხმებელი. რუსთავის მერის მოადგილე დავით ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხელფასის ზრდის საკითხი ადგილობრივმა ხელისუფლებამ შესაძლოა მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინოს. ხარით რომ მაქსიმუმ ერთ თვეში ეცოდინებოდა თუ ბიუჯეტის პარამეტრების დადგენის შემდეგ თუ რა იქნებოდა მაგათ ხელფასებთან დაკავშირებით იქნებოდა მატება თუ არა და ასევე რამდენი პროცენტით. ფაქტურად მივიღეთ თანხმობა, შემდეგ გავიდენ ოთახიდან, ძალიან ბევრმა დაადასტურა რომ თანახმა იყო რომ ხვალ დაგასულიყო სამუშაოზე, მაგრამ შემდეგ შემოვიდა ნაწილი და თქვა რომ უარს აცხადებდნენ. რუსთაველი მძღოლები სამუშაოდ არც ხვალ გავლენ. მორიგი შეხვედრა მერიის წარმომადგენლებსა და მძღოლებს შორის ხვალ 6 საათზე გაიმართება.